მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და როგორც ატყობთ, დავუბრუნდით ჩემს პირველ ადგილს. დავუბრუნდი როგორ მაქვს ვიდეო. ახლა ის პერიოდია, როცა ჩემ YouTube არხზე როცა ძველ ვიდეოებსაც ვდებ, სადაც ამ ადგილას ვიღებდი ხოლმე. მაგრამ მაინც ძიმე დანაშაული кайხანია ასე არ გადავიღია, რაც მეორე სეზონი დავიწყეთ არც ერთხელ. ამიტომ შევდგეთ საქმეს. მოკლედ, წინა სერია ძალიან მაგარი იყო და ბარემ ახლა ვნახავ. წეგან ნახეთ, როგორც ყოველთვის. დავიწყე და შემდეგი სერიის სათაური. Better Call Saul ერთ-ერთი საუკეთესო სერია იყო. ერთ-ერთი საუკეთესოს რო ვიძახი, ახლა მე მგონი ადრეა მაგის თქმა, იმიტომ რომ რამდენი სერია? 7, 8, 15 სერია მაქვს ნანახი სულ თითქმის სერია არის. მაგრამ ხო ახლა 15 კი რო დავფიქრდით, თქო ეგეთი ცოტაც არ არის, მაგრამ ნუ 62 სერიის სერიალისთვის ცოტა. აი ყოფილიყო Gravity Falls-ი კიდე ხმას არ ავიღებდი. ან დორორო რა ვიცი მე, რომელიც სხვადასხვის არ დამთავრებია თუ იმით რომ დავამთავრო და მიწერეთ კომენტარებში. დავამთავრებ ერთ დღეს, ისე არ დავტოვებ არც ერთ სერიალს, რომ არ დავამთავრო. უბრალოდ როდის იმის საკითხი. ჯერ არა ყოველ შემთხვევაში. ჯერ მიხარად ძიმე დანაშაულს 4 Days Out. ეს არის სერიის სათაური. გუგა მისკდა მეთქი ვირეკავდა ვიღაც უკვე და მესიჯი მოსვია. კაი. ეს არის კარგად მუშაობს ყველაფერი OBS-იც, საიტიც. ბატონო, კარგი დღე მექნება. კაი, მაშინ შევდგეთ საქმეს. ძიმე დანაშაული მეორე სეზონის მე-9 სერია. 3, 2, 1 და წით. უკაცრავად. ნუ კაი, ჩვეულებრივი ინტროა. მეთქი კიდე რაღაც არანორმალური საოცრება ინტრო იქნებოდა. ანალიზებზე. ეს ხალხი. ყველა ხარ. საწოდაობაა. ძახმა. ეს უკვე დავიკითხე. კლაინმანს უკეთესი ჟურნალები აქვს. იცით. ნესკა ხმოვანება ცოტა ისე. წინა პლეიმეიკერი. ძალიან გაჭირდა პოსტა და მაგ დავიკითხე ამ დახმოვანებით. აქ ვიქნებით. სრული ტომოგრაფია არა? კომპიუტერული უნდა იყოს. და თუმცა არც ისე ცუდია. ახლა რაღაც ვიჩქარი. ეს კარგია. ხო, სწორედ ეს არის საჭირო. ზოგად გელას მარტო ჩვეულებრივ გამოკვლევას ატარებენ. არა, არავის გასახელებ უბრალოდ. უოლტის ეგიმე აქ არის. ჩვენთან პასუხების გასაგებად მომდევნო კვირამდე ლოდინი არ მოგიწევდათ. მაპატია, მაგრამ მონაცემების წაკითხვა არც ისე ძნელია. შემიძლია უოლტისას შევხედო და მაშინ მე ვთქვა როგორ არის. მართლა? ეკიმები ხალხს აფიქრებინებენ თვითონ ლაბორანტებზე გაცილებით ჭკვიანები არიან. გაგიგვირდებათ, მაგრამ ჩვენი აზრით ხშირად ინტერესდებიან. სანამ დროა საპირფარეშო შევა. უკაცრავად. კაი. ნუ ხო ეს კიბო მაინც თავის შევა. ვაიმე. ხომ კარგად ხარ? ეს თუ ის არის მგონია. ეს თუ სოლია. დიახ. კარგად ვარ, მადლობთ. მადლობთ. ასევე ეს ნასკები რა არის? შეგიძლიათ გასახელში შევასწავლდე და ჩაიცოთ. და სულად კი არ მოგარაფერს პროსტა. შვენი რა. საინტერესო. რამე სიყვარულია. მხოლოდ ლაბორანტი ვარ, მისტერ ვაიტ. რა ეხატაზე ვერც ნახე. შედეგებს მომდევნო ორნამენტები მინდა დამეწყო, მაგრამ აშკარად დახატები. Outer Banks.
ოუ. ესეც თობის რეკლამი. გაბოროტებული. და გაბოროტებული არ ვიცი. იდეის ავტორი ვინს გილიგანი. რელიზი მომზადებულია. მე ამ სერიალს გაბოროტებულს ვერ ვუძახ. ფულის გათეთრება საკმაოდ მარტივია. თუმცა გაფრთხილებ, ცოლისთვის დამალოს რაც შეეხება, უმეტესობა საინტერესებს უცებ რატომ გამდიდრდა. შეუძლია ჩემი გარდაცვალების მერე გაიგოს. რა დრო დაგრჩა? რამდენიმე კვირა. რამდენიმე კვირა? სავარაუდოდ. სამწუხაროა. იმედი მქონდა ერთად ბევრ ფულს ვიშოვედით. ოხ, მე მგონი იშოვით. ამ რამდენიმე კვირაში ბევრს. რამდენ ფულს ვათეთრებთ? მაგრამ ეს სავარაუდო თქვა, არ ვთქვათ რამდენიმე კვირა. 16,000. რამდენი ხანია ამას აკეთებ? გაუთვალისწინებელი გარემოებები შეგვექმნა. ო, აშკარა. კარგი. 16,000-ის გათეთრება $-დან 75 ცენტი, ანუ გამოვაკლოთ ჩემი წილი, გამოდის 17%. გამოვიდა $9,960. გილოცავ. შენ საერთოდ Subaru-ს უტოვებ. გაცილებით მეტი უნდა მოუხარშოთ. ხო, გაცილებით. ხო, ეს ჩემი იურიდიული მოსაზრებაა. სანამ შეგიძლია იმუშავე, კარგი უოლტ. ამ კვირის ბოლოს რამე გავაკეთეთ? რომ გამოკვლევების შედეგებზე არ ვიფიქროთ. ეცე. ფიქრობ დედა უნდა მოვინახულო. მართლა? ხო. ჯერ არც კი დამირეკავს. კი, თუ მართლა რამდენიმე კვირა დაგრჩა? შედეგებს ელოდები არა? ასე. ხმართა. ვოლტ. მინდა რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. ნუ, ვარ კიდეც. ეგრე მარტივიც არ არის ოპტიმიზმი. ამის მომხრება. ამ შემთხვევაში, მაგრამ ოპტიმიზმი კაია, მაგრამ ეს ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა მოვემზადოთ. ვიცი. ვოლტ, მე უბრალოდ ვცდილობ იმედი შევინარჩუნო, კარგი? ასე რომ მაპატიე. ისმინე. უნდა ვიცოდე, რომ დედა რამეს დაგიტოვებს. თუ თქვენთან აღარ ვიქნები. ამის გარკვევა მინდა, მეტი არაფერი. დამიჯერე, თითოეულ ცენტს დავემსახურებ. მუდმივად თავისი ეკთნების შესახებ წუწუნებს. ხუანიტა საფერფლეს მიმალავს. ნახევარი საათის მანძილზე ყვება ხოლმე, რომ შაქრის შეკვრები მუდმივად სადღაც ქრება. რომ იცოდე, ითვლის ხოლმე. ახალაც მაინტერესებს. გამემართლებს თუ ხმას. გვაჩვენეთება ვოლტის დედა. საინტერესო პიროვნება ჩანს. მე მართლა მგონია, რომ გამოკვლევის შედეგები დადებითი იქნება. აჯობებს ამისთვის მოემზადო. ძალიან კარგი იქნება. სკაილერ. ხო. ო, ესენი როგორც ყოველთვის. რამე უნდა გავაკეთოთ? ნახეთ როგორ გათამამდა. არა, სხვა რამე. შეხედეთ როგორ მოვიდა ხასიათზე. ჯორჯი აკიფის მუზეუმში ოდესმოყოფილ ხარ. ასე, გაიტატუა. ჯეს. აქამდე არ მივიქცევია ყურადღება. ჯორჯი აკიფი. ხადარია. ჯორჯი აკიფის შესახებ არასდროს გსმენია? არა. ცოტა განათლება არ გაწყენდა. აჰა, ჭირდება. მოდი. სანტა-ფეში წავიდეთ. მთელი დღე ამას დავუთმოთ. სანტა-ფეში წასვლა მუზეუმის სანახავად გინდა? რა რომანტიკულია. ხო, მივდივარ, ადიქ.
იქნებ კინოთეატრში წავიდეთ. ან გასართობ ცენტრში. ეს არის მაგარი. ცოტა კულტურა არ მოკლავს. სადაც იქნებ მოგეწონოს. ოკეფის ბევრი ნახატი საშას გავს. მართლა? ბურღული დარჩა? ხო, პასუხი. გიცნობ შეტყობინება დამიტოვე. ჯესი. საჯანდაბოში ხარ. ტელეფონს უპასუხე. არ გესმის? ჯესი, მიპასუხე. მოიცადე. ბუდეში. ერთი წამით. ოპა, და ჯინს დაინტერესებს. რა მოხდა? შენთან დაკავშირებას ვცდილობდი. სამუშაო ტელეფონი სად გაქვს? არ მეცალა. ხო და მოიცალე. უნდა მოვხარშოთ. რა? დღეს? არა, ეს დღე მარაგის შეგროვებას დაუთმე. ისმინე. ახალი ჭურჭელი, ხომელის ბადე და 50 კილომდე ყინული დაბჭირდება. 50 კილომდე ყინული. თუ საყიდლებზე წასვლა გინდა, შენ თვითონ წადი. გეგმები მაქვს. მარიხუანას მოწევა, ჩიტოსის ჭამადან ძრევა, ჩემთვის ნიშნავს. შენი აზრი მკიდია. ვაუ. სანტა-ფეს მუზეუმში მივდივარ, თუ გაინტერესებს. მუზეუმში მიდიხარ? ნუ ოდმა კარგად ჩავთქა. ჯორჯია ოკიპის. ჯორჯია ოკეფი? ხატვარი არიცი? საშოს ნახატები აქვს. უბრალოდ ხატავს, თუ უბრალოდ დამსგავსებს. არ ვიცი. გამაკებინე, რას ბოდავ? ვალდებული არ ვარ, რამე აგიხსნა. შენი საქმე არ არის, რას ვაკეთებ. მარტო ის უნდა იცოდე, რომ არც მოხარშვას ვაპირებ, არც საყიდლებზე წასვლას და არც სხვა რამეს. მისმენი, რაღაცას აგიხსნე. მომდევნო სამშაბათამდე აუცილებლად უნდა ვხარშოთ. სამშაბათამდე 4 დღე გადავაბად? მოგწონს თუ არა არჩევანი არ უთხარი უბრალოდ რომ კვდები. და მაინც რატო? ჩვენს მეტლამინს ვადაგასდის. რა? ქიმიურ ვარგისობას კარგავს. თუ მორიგი გასრის, მობაილ არ მინდა. ნამდვილად არ მინდა. კარგი, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, სანამ პაიმანი ჩაიშლება ახლა. ჩქარა. ჩქარა. კარგი. გისმენ. 6 ბადე? ნადავარ მე ამგზავრებოდეს. წასვლა მეც არ მინდა. მაგრამ ძალიან მარი დავბრუნდები. თუ დაგჭირდები დამირეკე. რომ დედა შენთან ლაპარაკი დამემუქროს, გადაუდებელი შემთხვევა უნდა იყოს. მიყვარხარ. კეთილი მგზავრობა. გმადლობ. ვნახოთ ახლა რას იზამს სკაილერი თუ ისევ სრას. თუ უბრალოდ წავა. კაი, ესე იგი უკვე თეთრი ზონა მგზავრების და ხლად უყოფელი ჩაცხდომისა და ნუ არის. შეიძლება ხაბარენდობა. აх, მოვით. ესეც შენი დედა შენის მონახულება. მგზავრთა საყურადღებოდ. გთხოვთ თქვენს პირად ნივთებს მუდმივად თვალყურადღებნოთ. უპატრონო დარჩენილ ნივთებს აეროპორტის პერსონალი ჩაიბარებს. მეტამფეტამინის ლაბორატორიით აეროპორტში მოხვედი. კი. რა მოხდა? თქვი რომ გოჩქარებოდა. დრო დავზოგე. ყველაფერი იყიდე? 6-ვე? ხო. კონდენსატორიც იშოვე? ხო. როგორც გითხარი ვიშოვე. მაშინ წავედით. მიდი. კარგი. მიდი. შენც მშვიდობიან დილას გისურვებ. აუ, კაი. ეკაია. არ მოგაწყვეტთ, მე სიამოვნებით ვიჯდებოდი ახლა წინას გამზე მანდ. კაი დიდი გზა, კაი ხედი, კაი მუსიკები და წადი ძმაო. იმენა საჩემოა. просто საჭესთან არ დავჯდებოდი, თორე გზამდე ვერ მივაღწევდი.
ეს. არა, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ძიმე დანაშაულს მართლა მაგარი საუნდტრეკი აქვს. უაზრობა. პანიანსის სამი შეკვრა. რა, ხახვის რგოლები მაგარია. ღმერთო. კარგია, მეტი დამრჩება. ცილოვან საკვებზე რა სიყვე? რამე მცენარეულზე? ძმაო, მობილური არის ჭარს. ხახვის რგოლები მე არ მომწონს. საერთოდ როგორც ბოდიშით. ტელეფონი შეამოწმე. სიგნალი არის? ხო არის. მოთხოვე ტელეფონი კარგი? გამორიცხულია. სავარაუდოდ სკაილერი ტელეფონის ისტორიას მიმოწმებს, ხომ იცი? საქმეს არ ეხება. წაშლა არ შეიძლება? კალს ეხება? შესაძლოა. რა თქმა უნდა, ეს გამაგუდა. სკაილერი ამ ნომერზე დარეკავს და სტრიპტიზის მოცეკვავე უპასუხებს. სტრიპტიზ არის. ვაუ. მოპატი. ჩემი ცოლი მამოწმებს. ვოლტი ამ სერიაში არის. მაგნეტი მოშვება. 10 გალონია. აბაზანის მიღებას ხომ არ აპირებ? მაგნეტი არ უსწრებს ჯესის. ხმერდა. არა, აქ არა. ეს ჩვენი სამუშაო მაგიდაა. ჩვენი სამუშაო ადგილი. მართალია. იქნებ იქ დადო, საიდანაც არ დაიკარგება. მე თუმეტეს გასაღების ასლი არ გვაქვს და სადღაც გადაკარგულში გავშერდით. ხომ არა ჯობებს უკან გაიტენო. ვაუ, ჯესი. ნუ არა, ვოლტს უფრო უკეთესად გამოსდის ეს შეპასუხებები. ვოლტი ეხლა, ჯესი ეხლა საერთოდ ჩვეულებრივ პასუხებს აძლევს. მაგრამ ვოლტი რასაც ეუბნება ამ სერიაში სტრიპტიზის მოცეკვავე უპასუხებს. საქმეზე. ჯესი, ვაუ! რა კაი კადრია. რამე ისეთი მნიშვნელოვანი და ეფექტური რო იყოს, თამბნეილზე გავუშვებდი. ვაუ! რა კადრებია მართლა. აი, მაგას ვამბობ, გავიჭრები კურსასმენებს, მაგრამ საზე კურსასმენებს? არა, ხმამაღლა მოусმენდი. ამ პონჩი ხო? კურსასმენები უკეთესი იქნება. კიდევ ერთი, მაგრამ ეს იქნება თამბნეილი. ვაუ. კიდევ არის. ოპა. ესეც თქვენი კრისტალი. 1,600 კილო. 1,6 მიასედი. 1,6 მიასედი. ეს ბოლოა. ო, კაი პრემიერა. რამდენია? 8.5. დოლარებში. რამდენია? საშუალო წონა 1 კილოგრამი. ანუ დაახლოებით 18.5. თქვათ 18 და ახლა რამდენად ყიდით? 9 კილოს 40. $40,000. ფასის მომატება ხომ გინდოდა? 9 კილოს $40,000. 42. დისტრიბუციის ხარჯების გამოკლებით? რაიმე. რა? არ ყოფნის. რა? $672,000. თლიანად? არა. თითოს. თითოს? ვა. თითოს.
672 672,000 თითოს. თითოს. არის. ეს ბიბი ვიცი. დაარტყი პატარა. მიდი. არის. მიდი. არ ეს იქნება თამბნელი, არ ვიცი, რამდენიმე ვერსია მაქვს უკვე. დიდი აბეთობით ის, იმიტომ რომ ეს უკეთესი კადრი იყო. გენერატორი გამოირთო. ეს მივი. ზუსტად გვეყვა. რატომ დაასკვენი? გას გულისხმობ. მოხარშვა დავასრულეთ. არ დავასრულებ, სანამ კაცრი არ დაცარიელდება. შეხედე. დაახლოებით 1.12 გალონი მეთლამინი დაგვრჩა. კარგი რა, ამბიცია სადაკარგე. ღმერთო, მართლა? გრაფიქს ისედაც გაუსწარი დგესმის, თან გენერატორს საწვავი სჭირდება. პროპანეთით მის გაგვიჭდა და იმ უვარგისის ოჯახისთვის მეჭირდება. ხო, ერთი ღამით მაინც შევისვენოთ. ისმინე, სამშაბათამდე არ უნდა დაგაბრუნო, ხომ ასეა? ხვალ მოვიდეთ. ღუმელი გავახუროთ და დანარჩენი მოვხარჯოთ. კარგი რა. აქვე სადმე სასტუმრო უნდა იყოს. ბიქსლემი? ცხელი შხაპი? საწოლი? სხვადასხვა ოთახში ვიქნებით. ხო, თავის აუ, ახლა რომ მარტო ერთი ოთახი იყოს დარჩენილი, სხვა ოთახში ვერ გოხვდნენ, გადავყირავდები სიცილით და მანქანას ვერ ქოქავს. აკუმულატორი დამჯდარი. ჩან ჯესი, და როცა გთხოვე რომ გასაღები უსაფრთხო ადგილას დაგედო, სად შეინახე? აქ დავტოვე. გასაღების ადგილას. ამის დედაც. რა? არა. ჩემი ბრალი არ არის. ხმა არ გამოუწია. რას? ხმას გამოსცემს ხოლმე, როცა გასაღებს დებ და აკუმულატორი ირთვება. ეს ვიცი, ხმა არ გამოუწია. გასაღები არ გადამეტრიალებია, რომ იცოდე. სულელი არ ვარ. შენ გაიგონე ხმა როდის გამოსცა. გაფუჭებულია. მექანიზმის ბრალი. ეს გენეტიკურად გაქვს? რა? თანდაყოლები პატარა რომ იყავი დედამ თავით დაგაგდო? ხმა არ გამოუწია. თან გასაღების გადაადგილება შენ თვითონ მაიძულე და გავიწყდა? ხო, გასაგებია. ისეთი იდიოტი ხარ. უნდა გამეთვალისწინებინა და მე თქვა ჯესი, აკუმულატორი 2 დღით ჩართული არ დატოვო მეთქი. გასაღებს მაგიდაზე ვტოვებდი, ბოზო. არა, შემეშალა. სამუშაო მაგიდაზე. უბრალოდ მაინც ჩაშხან ეს რა ყველაფერი. კარგი. როგორ მე აკუმულატორი უნდა ავამუშაოთ? კარგი. როგორ? ვოლტს კიდე ეს უნდა და ჯესიმ რატო არქნა? ჯანდება. როგორი გემო აქვს? ცოდი არა? ჯესი დღეს ახლა გასიმჯული მაქვსო. აქ დავდგეთ. აქ იყოს. კარგი. გამომართვი. წითელი წითელზე, შავი შავზე. ახლა იგიც არ შეგეშალოს. დადებითი, უარყოფითი. კარგი ჩარტე. რა ჯანდება შეს? ძლიერად უნდა მოკაჩო. ძლიერად ვკაჩავ. არა, უფრო ძლიერად. ეს ტვიჟოკის პონტია. ეს აუ, მოკაჩავ. ძლიერად ვაკეთებ. ჩემი სახლის წინ მაღაზიაში ისე უჭირთ ხოლმე მაგის ჩართვა. ტვიჟოკის შგირო მიდის ღმერთო ჩემო. ღმერთო. კარგი. ეს ნამეტანი იყო. ტვიჟოკი ასე არ შვება. არ თქვა ახლა რომ მე თან თუ რა ჯენდება იყო ის გადაასხი. ოჩახ, ჯესი. როგორც ყოველთვის უბრალოდ. ოჩახ. ღმერთო. ნუ კაი დაბდული ხარ ჯესი. ეს რა? მიდით ბოზებო, იმუშავეთ. მიდით. ესე ჯანდება.
ჯანდაბა. კარგი. ახლა შენი ტელეფონით უნდა ვისარგებლო. ეს განადგურებულია, გესმის? განადგურდა. მესმის რომ მარა სწორად შეერთე და აფეთქე. ასე არ მომხდარა. რა იცი? ის ვიცი რომ დარჩენილი წყალი მთლიანად მე არ გადამისხია. ეს ვიცი. ცეცხლი ეკიდა. მაპატიე თუ სხარტად ვიაზროვნე. ამას აკეთებდი? აზროვნებდი? ესე იგი პრობლემა გამოიკვეთა. შენ რომ აზროვნებ, ეს არის პრობლემა. კი. ისმინე. ვიღაცამ უნდა მოგვაკითხოს. არა, როგორც დუეტი ვოლტი და ჯესი ყველაზე მაგარია ამ სერიალში. ხომერტო. კარგი მისმინე. სწრაფად დარიგე. როუმინგი ბატარეას წვავს. კარგი. გაუმარჯოს ხელო. როგორ ხარ? მისმინე ძმაო, მინდა რომ მოგვაკითხო. ახლავე. გავიჭედეთ. კალამი გაქვს, რომ ისამართი ჩაიწერო. ფანქარიც გამოდგება, იდიოტო. რამე რაც წერს, სულ ერთია. კარგი მზად ხარ? მე 40-ზე დასავლეთისკენ წადი. დაახლოებით 30 მილი უნდა გაიარო. იმ სამორინეს უნდა გასდე. ავტოსადგომზე დიდი ისრები რომ აქვს. არა, დიდი უზარმაზარი ისრები. ანათებს და ციმციმებს. არ გამოგრჩება. მე რენელა იარე დალახიანი გზა შეგვდება. სანამ თეთრ აბრაზე სამიანს დაინახავ. გესმის? სადღაც გადაკარგულში უნდა მოხვიდე. ძალიან შორს. იმ დალახიან გზაზე რა მანძილი უნდა გაიაროს? დაახლოებით 15 მილი. 15 მილი. ამდენი? ხო, დაუჩქარე, ბატარეა ჯდება. კარგი. იმ გზაზე კიდევ 15 მილი გაიარე. ძალიან შორს წამოვედით, გესმის? და კიდევ წყალი წამოიღე. ახლავე გამოდი. მოვა. დისკავერიზე ვნახე ერთმა ტიპმა სამთო ველოსიპედზე ფეხი მოიტეხა. სანამ ტყის რეინჯერი იპოვიდა, საკუთარი შარდო და ლევა უწევდა. ამბობდა, რომ ძალიან ცხელი და ძველი, გაზიანი სასმელის გემო ჰქონდა. უბრალოდ დავრეკვათ. რა? სწრაფად ვკითხოთ, სად არის? კარგი. თანმიმდევრში ხო ცივა. ხანი. ნუ ცივეს მინდა გითხრათ ისევ სიცხეჯობია. მიდი. ნუ სიცხის დროს წყალს მათ შეისხავ და ძმაო, სად ხარ? გავახიზდები და სიცივის დროს თეთრი აბრა ცეცხლს ხوار წაიკიდე. მალე მოვა. ძმაო, უკვე ჭკუიდან ვიშლები. ესე იგი დალახიან გზაზე ხარ? იმ გზაზეა. კარგია, კარგია. დინარე გადაკვეთე? რაღაც რამეს ხედავ? მოიცადე, რამდენარე. აჰა, მაგის ხამიდა. რომელ დინარეზე ამბობ? დინარე არ უნდა იყოს, პიტ. პიტ, გესმის? ბატარეა დაჭდა. ვაუ, კიდე ბატარეა დაჭდა. ახლა რა ვქნათ? და გვერხა. მისტერ უაიტ. რა ვქნათ? კარგი რა. მართლა? ღრუბლები რატო ჩანს ასე ლამაზად ამ სერიალში? ეს რა არის? ცდილობ აკუმულატორი ავამუშავა. მართლა? ამ რაღაცის ტრიალით? კომუტატორია. ეს ნაწილი ელექტრობას გამოიმუშავებს. საგებია. როგორც წესი, ამას პატარა ძრავა აკეთებს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად განადგურებულია, მოკლედ, ხელით ამუშავებას თუ ეცდები,
დიდი დრო დაგჭირდება. გაცილებით მეტი, მაგრამ თეორიულად უნდა ამუშავდეს. თეორიულად? უნდა ამუშავდეს. გესმის? შეიძლება მივცადო. ხო, ნახოთ ჯესი რას იზამს. და არ მგონია რომ ორი მაიკის ჩაცმა კარგი იდეა არის დაბნოში. მაგრამ ხარშვის დროს ხო? არ ვიცი. უდაბნოს არ არის ახლა, მაგრამ უდაბნოს მსგავსი ადგილია რა. ახლა? მისმინე. Mr. White. გონება დაკარგე თუ რა? არა. თვალებს ამოძრავებს, მაგრამ რა საჭირს? გვიძავს? ხო, სულადა. ხმა. უძლებ? ხო, კარგად ვარ. უკვე მზად უნდა იყოს, არა? ცოტა ხანს კიდევ ეცადე რომ დავრწმუნდეთ. მეთლამენ სვადა არ გასდის ხომ ასეა? ხო. კი. ვიხდა. ხო. აქ ამის გამო არ ვართ. მისმინე. რატომ მომატყუე? ნუ ხო, საკმაოდ ხშირად გატყუებს ისე. გამეხმარე. ზოგადად ვოლტი ყველას ატყუებს. ოჯახს, კარგი. ჯესის. რაც. კარგი. კარგი, კარგი. ახლა მედი. გთხოვ. არის. მიდი. ჯანდაბა. არა. ნახოს სიტყვა. ღმერთო. გთხოვ. არა. ღმერთო. გთხოვ. ჯანდაბა. განშვიდი. არაფერი დაამკვიდრა. რატომ არ შეიძლებოდა სანტა-ფეში წავსულიყავი? რატომ? Mr. White. და ახლა ვოლტი ფიქრობს
რატომ არ შეიძლება დედა ჩემთან წავსულიყავიო? ღმერთო. რა? სისხლი. ორი წამით ვიფიქრე, რომ სერია მთავრდებოდა და ეს გავაფრენდი. დავიმსახურე. რა? დავიმსახურე. ერთი მხრივ ხარ, მაგრამ მაგდენეს ღირსიც არ ხარ. გამოგააკეთე. სვეტში მაგას ვამოქმედს. ხოლოდ იმას მივახციე, რომ ვანერვეულე, იმედი გაუცრუე და მოვატყუე. ეგეც მართალია. ღმერთო, იმდენი ტყუილი. უკვე აღარც კი მახსოვს, რას ვეუბნებოდი. ვაუ. ჯანდაბას. არ ვიცი ეს. ეხით. თუ გინდა არ წამოხვიდე. მეორე ფეხსაცმელი სად მაქვს? ჯესი. ჯესი მოსმინე. სხეულში ელექტროლიტების დონე სახიფათოდ გიქვეითდება. რა? ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი. როცა განულდება, ტვინსა და კუნთებს შორის კავშირი გაწყდება. გასაგებია. ფილტვები აღარ იმუშავებს. გული გაგიჩერდება. იქ გახვალ და ამის შემდეგ ერთ საათში მოკვდები. მისმინე. იცოდე წუწუნი ახლავე უნდა შეწყვიტო და მეცნიერული გამოსავალი მოიფიქრო. მეცნიერული რაც არ ამგონია. მიდი. ჭკვიანი ხარ. ცერცვისგან საწამლავი და ამზადე ძმაო. მისმინე. შეხედე. აქ მთელი ლაბორატორია გვაქვს. იქნებ რამდენიმე ნივთიერება შეურიო და მაშხალა დაამზადო. რომ შეგვიძლია სასიგნალოდ გავუშვათ. ან იქნებ რობოტი შექმნა, რომ დამხმარე მოიყვანოს. რამე ხელსაწყო დაამზადე. ან ახალი აკუმულატორი ააწყე. მოიცადე. რამე მოიფიქრე? მოდი ეს ფურგონი ნაწილება დავშალოთ და სულ სხვა რამე ავაგოთ. მერცად შემოჯესი. მაგალითად უდაბნოს ბაგი. მერე დავსხდებით და წავალთ. რაღაცა მოიფიქრე. რა? რა მოხდა? რა? ფული არ გაქვს. ხურდაფული, მონეტები. მაქვს. კარგი. არის. რა? ერთად შეებროვე. კიდევ შუა სადენები, კანჩები, ჭანჭიკები, ხრახნები და ლითონის სხვა საკუთრებები. რაღაც ძრავის პონჩი და გალვანიზებული უნდა იყოს, ან მყარი თუთია. თუთია. აი კარგი. და თვითი. კიდევ რაღაც უნდა მომიტანა. კიდევ რაღაც. სამოხრუჭე ხუნდები. წინა საბურავებს დისკები უნდა ჰქონდეს. კარგი. სამოქროჭე ხონდა. საინტერესო. ვახში. რას ვაწყობთ? გაიგებ. რა ჩვენ თვითონ თქვი. რობოტს? ბევრი რაღაც აკუმულატორს. რობოტს. აუ, ჯესი მაგარი ხარ. თვითფრინავი. რობოტშიც წესით ახლა ვოლტი უნდა იჭდეს. აკუმულატორი არასოდეს მინახავს. დამიჯერე. აკუმულატორი. ნახავ. უბრალოდ აკუმულატორის ერთი ნაწილი. მიდი, ბოლო ორი დანარჩენები არ გჭირდება, ხო? ელექტროლიტები გახსოვს. იმიტომ ზუსტად ეს ერთი ნაწილია გამოსასწორებელი. შესაძლებელი. გალვანური კამერა. ანოდი და კათოდი ელექტროლიტადაა გაყოფილი, ხომ ასე? ჰა, მოკლედ. აი, ნახე. ერთ მხარეს ვერცხლის წყლის ოქსიდია და გრაფიტის სამუხრუჭე ხუნდებიდან. ეს კათოდია. დადებითი ტერმინალი. დენის ნაკადი აქედან გადის. გესმის? მოდი გაჩვენებ. მეორე მხარეს ანოდია. ეს
ეს თუთია. მონეტებსა და ყველაფერ გალვანიზებულში მოიპოვება. ესე იგი ღრუბელი ელექტროლიტია? ხო, უпроსორად არა. კალიუმის წყალჟანგია ელექტროლიტი. თუმცა ხო, ღრუბელი ამაშია გაჟღენთილი. ამ სერიალმა ქიმიის სწავლა ნამდვილად. კარგია. ახლა კი ამ შვენიერი დენის გადაღებისთვის რა უნდა გამოვიყენოთ? რა? ერთი კონკრეტული ელემენტი გვახსენდება. მავთული. აი ნახეთ. საკითხავია. ელექტრობოკვეყოფა თუ არა. და რამდენი კამერა დაგჭირდება. კამერისთვის უკაცრავად. აბსოლუტურად. დაახურე. მოიცადე, დადებით. კარგი. როგორც თქვათ ეფექტურად აბსოლუტური. ანოდი. ბახ. ჩანდამა. კარგია. ძალიან კარგია. მოიცადე, წამოდე. მედი. იდი. ოთ. ჩემთან მეზოში უფრო ხმაურია ვიდრე ფილმში, სერიალში. ძლიერი ქარია და ხის ტოტები იმას გობეს ეტაგებიან და მაგიტომ ახლა სანწუხაროა. არ თქვათ ახლა. როგორ არაფერი. ვიცი რომ შემიძლია გენდო. რაც უნდა მოხდეს. შენი ოჯახი საკუთარ წილს მიიღებს. ჯეს. მადლობა. არა, ჯესი. მაგარია. აბა დამიკავშირდები არა? ხო. აბა როგორ ხართ? ფიქრობთ ბავშვი ოდესმე გაჩნდება? ვიცი უკვე აგვიანებს. უკვე აგვიანებს? ყველაფერს თავისი დრო აქვს. უოლტ, თქვენი გამოკვლევის შედეგები მაქვს. და ახლა აღნიშნება რომ უნდა დავაზუსტო. რემიზიის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი არსებობს. ეს არნიშნავს, რომ პაციენტი განიკურნა. რემიზიის დასადგენად საკმარისია გავიგოთ, რომ სიმსივნე აღარ გაზრდილა. რომ არ გაზრდილა? ღმერთო. შედარებისთვის შესაძლებელია სიმსივნე ზომა შეინარჩუნოს და პაციენტს მაინც რემისია დაუდგინდება. უოლტის შემთხვევაში საქმე მესამე სტადიის
ადენოკარცინომასთან გვაქვს. ამიტომ მინდა და იმედი მაქვს, რომ ზომა 25-დან 30%-მდე შემცირდება. რითაც მივხვდები, რომ თერაპიამ კიბოზე დადებითად იმოქმედა. ეგრეც ვიცოდი, ანუ ყველასთვის გასაგებია. არასწორი დასკვნა გამოიტანა ვოლტმა თავიდან. და კიბოზე რამდენად იმოქმედა? სიმსივნის ზომა 80%-ით შემცირდა. ეგრე რა. ღმერთო ჩემო, არა, მოიცადეთ მაპატიეთ, მე უბრალოდ ძალიან დავებენეს. 80% ბევრია? რა თქმა უნდა, სიმსივნე შემცირდა 80%. 80%-ით ბევრია. კარგი, მაგრამ მოიცადეთ მე. საყვარელო მართალი იყავი. კარგი ამბავია. ძალიან კარგი ამბავია. შვედიერი ამბავია. ხუმრობ? გორსკი გახსევას ცდილობ უკან გაბრუნებენ. მაგარია. აბა რა. ღმერთო, რა კარგია. ღმერთო ჩემო. ხავთქვი. მაგარია. ხვალებაც უნდა განვეხილოთ. ხო, უოლტ გამოკვლევამ გვაჩვენა, რომ რადიაციით გამოწვეული პნევმონიტი გაქვთ. რადიაციით ეს გამოწვეული. ხშირად ხდება. ამ საშიშ რაღაცას ხედავთ? ქსოვილის ანთებაა. ქსოვილის რეაქცია ანთება. რადიოთერაპიაზე. როგორც წესი სერიოზული არ არის, მაგრამ ასეთი ხვალების გამოწვევა შეუძლია. პრედნიზონს გამოგიწერთ. ავჩი. სოვილის ანთება. დარწმუნებული ხარ? იმ დღეს სისხლი ვაღებინა. ალბათ ხვალებამ საყლაბავი მილი დააზიანა. ეს კი სერიოზული შემთხვევაა. შეიძლება გაგიცხდეთ და სისხლისგან დაიცალოთ. სანამ გაგიშვებთ, ამის შესახებ უნდა დავაყენოთ. ერთი წუთით ეს როდის მოხდა? რატომ არ მითხარ? ხო, მაპატი უბრალოდ აღარაფერი დამალოთ, უოლტ. ასეთი რამ თუ მოხდება, მაშინვე უნდა დამირეკოთ. კარგი. იქნებ გადაეჩვიოს ცოტა ტყუილებს. თუმცა ვარიანტები მე თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მაინც. მოგვეცა. ერთად. ახლა კი ვფიქრობ, ეს ამბავი უნდა აღნიშნოთ. და დაისვენოთ. ღმერთო. ხო. ღმერთო ჩემო. მაგარია. მაგარია. ძალიან მაგარია. ანუ მქონდა ვერსიები, რომ დავიჯერო ახლა მთელი დარჩენილი 4 სეზონი ნახევარი თუ 3 სეზონი ნახევარი, ну, თქვა 4 სეზონი რამდენიმე კვირაში უნდა მოხდეს, ანუ ასე როგორც მოდმა, ანუ არც იქნება დიდად გასაოცარი, იმიტომ რომ ავატარი ხაერის უკანასკნელი მცენებები მთელი სეზონი ვიგონი არც კი 6 თვე იყო. აუ, მთელი სერიალი. არა. ჭამდება ვოლტ. ნუ გასადიო, ხო? სიულიისთვის. რელიზი მომზადებულია მუვიჯის მიერ. როგორ მოხდა OBS-ი იწერდა თამდენ ბოლომდე? იცით რა, ხელა რამდენად იშვიათობაა ეს ძიმე დანაშაულზე. ну, იცით, თუ ჩემ ვიდეოებს უყურებთ. კაი ბატონო. ეს იყო ძიმე დანაშაული. მეორე სეზონის მე-9 სერია 4 Days Out. და მე მგონი ეს იყო ჩემი საყვარელი სერია. ძალიან მაგარი, აუ როგორ ვთქვა, არაჩვეულებრივი ვაიბი ქონდა ამ სერიას. ის რომ სერიის 80% ჯესი და ვოლტი დაბნოში იყვნენ, უდაბნოს რატო უძახიან ადგილს? ну, ჯანდაბას იყოს უდაბნო ხა სხვა სახელს ვერ პოვობ. თუ იცით სინამდვილეში რა სახელი აქვს ასეთ ადგილს, მითხარით, იმიტომ რომ მე უდაბნოს ვუძახი. იმ უდაბნოში რო იყვნენ, არაჩვეულებრივი იმ მომენტში, როცა გვაჩვენეს იმის, რა ქვია, აკუმულატორი რომ გაფუჭდა, მანქანა რომ გაფუჭდა, მაშინვე მივხვდი რომ სერია მაგაზე იქნებოდა, როგორ არიან
გაჭედილი უდაბნოში და ასევე მივხვდი, რომ ვოლტს და ჯესის პერსონაჟებს სერიოზული განვითარება იქნებოდათ ამ სერიაში და მართალი აღმოჩნდი. ნამდვილად მართალი აღმოჩნდი. ვოლტი და ჯეს არა. რომ მითხრა ტოპ პერსონაჟები ვინ ყავსო, ჯესი და ვოლტი. ტოპ 2 იქნება ჯესი და ვოლტი უპრობლემოდ. პირველ ადგილზე ალბათ ისევ ჯესი და მეორეზე ვოლტი. ეხლა ტოპ 3 და ტოპ 5-მდე რო გავზარდოთ, რა თქმა უნდა, ახლა ჰენკი. ტოპ მესამე ჰენკია უეჭველი. და დანარჩენები როგორ გადავანაწილო არ ვიცი. ანუ ჯერჯერობით პერსონაჟები ვინც ყავს, მე ალბათ ყველა მომწონს, ანუ ამჟამად ვინც არის აქტიური ჩხილებში ცოცხალი. სკაინერი, მერი, ფლინი, ვოლდუნცროსი. ჰენკი ვთქვი. რა ვიცი, სოდი რა თქმა უნდა, სკინი პიტი, თახვი. რავი. ანუ მომწონს ეგ პერსონაჟები, სულ ყველა ისინიც კი ვიზეც თავიდან ცოტა ცუდი შთაბეჭდილება მქონდა, მაგალითად სკინი პიტზე, თახვზე. უფრო და უფრო უკეთესი პერსონაჟები ხები აო და ჯეინი. ჯეინი რა თქმა უნდა. ნელა უფრო მოვიდა ხასიათზე, ხო იცით? ეგ პერსონაჟიც. და აი ნერვოზიდან მემართება ალბათ ჯესის და ჯეინის პაემნის სცენა რო არ ვნახოთ ერთი მაინც. თუნდაც არ ვნახოთ ჯანდაბას ჩვენ მაყურებლები პაემანი კონდეთ პროსტა ნორმალური. თუ ვინათ კადრს მიღმა, თუ ვინათ გვაჩვენეთ, თუ ვინათ ნაწილობრივ გვაჩვენეთ, მაგრამ ორივე იმსახურებს ამას, რომ უბრალოდ წავიდეს სამე კაფეში, რესტორანში, გასართობ ცენტრში და იგულაო. სადღაც ისეთ ადგილას ნუ გავუშვებთ გამის კლუბებში და უარესებში. მაგრამ ერთ ბედნიერ დღეს ერთად იმსახურებთ. კი, კარგი სახშიც კარგი გადატარებენ ხოლმე დროს, მაგრამ იცით რასაც ვისხმობ. ხო. ის რომ აჩვენეს ვოლტის და ჯესის ურთიერთობები და კარგად გაუსვეს კიდეც ხაზი, როგორ შეიცვალა მათი ურთიერთობები პირველი სერიიდან დაწყებული, ამ სერიით დამთავრებული, ძალიან მომეწონა. ვოლტს და ჯესის თავიდან, ფაქტია არც სკოლაში რო ასწავლიდა, მაშინ არ ქონდათ გადასარევი ურთიერთობები, ახლა მასწავლებელს და მოსწავლეს. ახლა ბევრად მეტნი არიან ერთმანეთისთვის, ვიდრე უბრალოდ მოსწავლე და მასწავლებელი. ჯესი მას რო უთხრა ბოლოს, შენი ოჯახი ფულის გარეშე არ დარჩენბაო. და კაი მომენტი იყო. და ეს ფაქტი რომ ვოლტი მზად იყო უკვე სიკვდილისთვის და უნდოდა თითქოს და რომ მომკვდარიყო ამ დღეებში. როცა იმის გარანტიით, რა თქმა უნდა, რომ ოჯახს ფულიც ექნებოდა, კარგად იცხოვრებდნენ და ხო რა. მაგრამ ახლა არ გვდება, ამიტომ გადავაშენებ იმ თეორიას, რომ ვოლტი შეიძლება, ეს სერიალი შეიძლება მართლა რამდენიმე კვირით გრძელდებოდეს და მე ბოლოს ვოლტი მოკვდეს სიმსივნისგან. ვოლტი სავარაუდოდ მართლა მოკვდება ბოლოს სიმსივნისგან თუ არა, რამეს მაინც. და ახლა არ მინდა წინასწარ დასკვნები გამოვიტანო, მაგრამ რაღაც მიმანიშნებს, რომ ვოლტი საბოლოოდ თავს მოიკლავს. არ მითხრათ საიდან გამოვიტანე ეგ დასკვნა, უბრალოდ ძალიან ბევრი ნამიოკი არის მასეთ რამაზე და იმაზეც ბევრი ნამიოკია, რომ ვოლტი მოკვდება ოღონდ არა სიმსივნით, ზოგადად რამაგაზე. ასე რომ, ხო. სამწუხარო იქნება. ვოლტი როგორც ასეთი რო გითხრათ, რომ ძალიან კარგი ადამიანია, არა, ტყუილი იქნება ეს. ვოლტი კარგი ადამიანი ზოგადად არ არის, იმიტომ რომ ბევრი აკრძალული რამ აქვს გაკეთებული, ზოგადად ზოგადად მარტო ის რომ ჯესისთან ერთად დაიწყო ამ საქმის კეთება, მე ის რომ აი კარგად გამოჩნდა იმ სერიაში, მეოთხე იყო ეს სერია. ჯესის რომ შესთავაზა ის ვაფლი თუ რაც ერქვა და თავისი ცოლი
მია სიკვდილიო. არ ვთქვამს მია სიკვდილიო, მაგრამ უბრალოდ შეაშინიო უთხრა, მაგრამ ანუ ხელში დაიღო იარაღი, მიაწოდა და მიხედე საქმესო უთხრა, ესე იგი აშკარად ეთყობა, რომ უფრო ისეთი გახდა, შედარებით ცივი, ვიდრე იყო დასაწყისში, სერიალის დასაწყისში. მაგრამ თქვა ცივიც არ არის, ანუ ოჯახს უნავს ოჯახს ზრუნავს. თავარი მეტი არც არის მე მგონი მიზეზი საჭირო დასასახელებლად, რომ თქვა როგორი ადამიანი არის ვოლტი. ჯესის შედარებით უკეთესად აქვს საქმე. მაგრამ მაინც ახლა ვოლტს ეხმარება თავისი ანუ ფული ჯესისაც სჭირდება ასე თორე სახლის გარეშე დარჩება. კარგად ნახეთ, მაშინ რა დაემართა სახლიდან გამოაგდეს მანქანაში სვირ არ უშვებდნენ თავის რა ქვია ავტობუსში თუ რაც არის სახლ-მანქანაში რომელთაც მე სიამოვნებით გავისეირნებდი სადმე 3 საათის მინიმუმ 3 საათის სავალგზაზე მანქანით სასიამოვნოზე მაგრამ ხო ნახოთ იქნება მომავალში თუ მომეცა საშუალება მაგის გაკეთების აუცილებლად გაჩვენებთ თქვენ ანუ დავპოსტავ სადმე YouTube-ზე შეიძლება TikTok-ზეც სხვათა შორის TikTok-ს თუ გამოვიწერთ თუ დამაფოლოვებთ კარგი იქნება ჩავაგდებ აქ წერილობაში ასე რომ ხო ძალიან მომწონს როგორც აკეთებენ ამას როგორც წარმოაჩენენ ჯესის და ვოლტის ურთიერთობებს როგორც წარმოაჩენენ თვითონ მათ სიტუაციას თითოეული მათგანისას და ხო ზოგადად სიტუაციაც მომწონს და მიხარია რომ ვოლტსაც უკეთესად აქვს ოჯახთან ურთიერთობა კი მისი ალბათ ესე მეოთხეჯერ ვამბობ მაგას იმიტომ რომ სულ ეცვლებათ ურთიერთობები და ეცვლებათ რა ანუ ეძაბებათ ხოლმე მომენტში ურთიერთობები განსაკუთრებით სკაილერს და ვოლტს ასე რომ ხო ამჯერად ყველაფერი კარგადა რაც ძალიან მიხარია დაგემშვიდობებით ახლა მეტი სათქმელი რაღა უნდა გქონდეს კაი ხანი კი ვილაპარაკე ისედაც იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ დალაიქეთ გამოიწერეთ ჩემი არხი დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ სარისკი მადლობა ყველას გნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში გისურვებთ საუკეთესო დღეს კარგად ბრძანებით